აი ეს დაგვიჭდა 4 ლარი და ეს შიბზიკა მაღაზიაში ღირს 6 ლარი. 6 წარმოიდგინეთ 6. გაგიმარჯო ჩემო საყვარლებო, დღეს გავაკეთოთ კიტრის მჟავე რა. აი, უნდა მაპატიოთ იმას ვიხმარ, რა ქვია, ოკუპანტების ენიდან სიტყვას, მალასოლინის რო ეძახიან, ეგრეთ წოდებულ, ნაკლებად მარილიან კიტრს მჟავეს კეთდება 24 საათში. უგემრიელესია, იდეალური, ახლა მე მოვდიოდი იმიდან დუშეთიდან და ერთი ბაბუყით და რა, ლარათა ესეთ ლამას გემრიელ, ესეთ მინდურის კიტრს რა და ვიყიდე მაშინვე 4 კილო ნახევარი ქონდა სულ რაღაცა 5 ლარის შევიძინე და დანარჩენი აქ რასაც ხედავთ ძირითადად უკვე ჩემი ეზოსია. ესე იგი, ეხლა რა დაგჭირდება ჩვენ? პირდაპირ გეტყვით რა. დაგჭირდება ნუ ეს კიტრი რა თქმა უნდა, დაფნის ფოთოლი, ნიორი გავარჩიე სპეციალურად რომ მე ეხლა ამაზე დრო ჩვენ არ ვკარგოთ. აი ეს შეიძლება გაგიკვირდეთ და ალუბლის ფოთლები, თუ გაქვთ ალუბლის ფოთლები, კარგია, მე ეზოში მაგ და სასწაულია მაგრად უხდება და იცოდეთ რომ მარტო ნაყოფი არ არის კარგი, ფოთლები ძალიან გემრიელია და ეხლა მოდი გადავიდეთ, დავიწყოთ, ეს ახლა რა თქმა უნდა კარგად გავრეცხე, დავიწყოთ ამის მომზადება რა. ნუ ესე იგი უკანალებს უტოვებთ, თავი მოშრა ეს პატარაზე ვაჭრით თავებს, აი მithumetes რომელსაც და ყველას ნუ ძირითადად რა არ არის ცუდი, არ დაიზაროთ, აი ესე პატარაზე წააჭერით თავები. ეხლა ავდგებით ჩვენ აი ამას სულ დავაჭრით თავებს, ისე კი გითხარით რომ კარგად გავრეცხეთ ეს კიტრი და მე ნუ ამას ყველაფერს ჩავალაგებთ ჩვენ უკვე იმაში რა ქვია, კილაში ლამაზად. ასევე მარინადის მომზადებასაც დავიწყებთ კიტრისთვის, რომ პირდაპირ ცხელი უნდა დავასხათ რა. ნუ აი თითქმის აი რომ გადმოვდგავთ 1-2 წუთში ამ მარინადს, აი ეს 24 საათში რომ გამოვიდეს და ძალიან გემრიელი ჭირდება ცხელი მარინადის დასხმა. აბა ჩემო, საყვარლებო, ესე იგი თავები მოვჩერით კიტრებს და ეხლა ჩვენ გავაკეთოთ ესეთი რამ, ციცაკები გავამზადოთ რა. მე პირადად ძალიან მიყვარს წარე და ამიტომ შეგიძლიათ ნუ თქვენ თვითონ იმას ქნათ რა ქვია, დაარეგულიროთ ეს ამბავი. გინდათ ბევრი უქნათ, გინდათ ცოტა უქნათ. პირადად აი ხა ეს 5 ლიტრიანი კილა. ამიტომ მე ამას უზამ, აი ესე ამ ორივეს უზამ. უბრალოდ ნახეთ რას ვიზამ. არომატი რო კონდეს მეტი და ძალიან მაგარი სიმწარე არ კონდეს, აი ესე გავჭრით ამას ჩვენ ახლა. ამ კეკლებს ამოვიღებთ, არ დაუტოვებთ ძალიან ბევრს. კეკლებს ამოვაჭრით, ამოვაცლით და ისე მოვათავსებთ უკვე იმაში რა ქვია, კილაში. ესე გადავდებთ, ნიორიც მზად გვაქვს. ასე რომ პრაქტიკულად უკვე ჩვენ გადავდივართ რასაც ქვია დამარინადების ეტაპზე. ესე იგი ეხლა რას ვაკეთებთ ჩვენ? პირველი აი ეს ვიღებთ ალუბლის ფოთოლს და ამოდენიმეს 3-4 ცალი ძირს ვათავსებთ ეს. ვიღებთ ნიორს. ნიორი რა არის? ესე რომ ჩავაგდოთ, არანაირ გემოს არ გაუშვებს. მაგას შუაზე გავჭრათ უბრალოდ რა. არაფერი ბევრი რამე არ უნდა, ესე შუაზე გავჭრათ. ესეც არ უნდა ნიურად, არ უნდა ვაქციოთ. მაგალითად აი ეს ძირში რამოდენიმე კბილი ჩავუდოთ. 2 კბილი მაგალითად, მეტი ამ წუთას არ უნდა. ნიახური. ესე ძალიან ბევრი არ უნდა, არ იფიქროთ რომ რაღაცა და მე იმას იზამს. აქ გვაქვს ჩვენ ცერეცო, კამა ზოგს, კამა მოწონს, ზოგ ცერეცო მოსწონს. მე პირადად ცერეცოთი გავაკეთოთ აი ესე და ისე ერთი ცალიც ესეთი. ესეც ბევრი არ უნდა ცერეცო რო იცოდეთ, აი რაღაც რო აი რაღაცა და ეს თავის გემოზე უნდა წაიყვანოს, უნდა მიცეს აი ეს ოდნავი რაც საჭიროა ეს. ესე და დაფნას მერე გეტყვით, დაფნას სუბოლოს უნდა უქნათ, მარინადში უნდა გავაშვებინოთ ამას გემო რა. და არაფერი ეხლა ვდგებით ჩვენ და აი ესე კიტრს ვალაგებთ რა. ზოგი ძალიან ლამაზად ალაგებს. ქალბატონებმა მithumetes კარგად იციან ესე ჩალაგება, გაავსებენ ხოლმე იოლად. მე რაღაცა მაინდა-მაინც ამ ჩალაგებაში დიდი სპეციალისტი არ გახლავართ. მაგრამ აი ესე ნუ ნელ-ნელა ვალაგებთ და ესე ამოყავს რა. და რაღაცა დონემდე როდესაც მივალთ, ისევ ზომაზე მივალთ, სადღაც აი ესე რო ამოვა, ისევ გავიმეორებთ აი ამ ყველაფერს, რაც გავაკეთეთ, თავიდან უზამთ, ესე იგი, ცოტა ალუბლის ფოთოლს, ცოტა იმას, ცოტა ამას. აი შევავსეთ ჩვენ პრაქტიკულად უკვე და აი ბოლო ისიც ესეც. ჩავუშვათ, ცოტა ლამაზად
გემოსთვისაც ციცაკები. ეხლა რა გავაკეთოთ და ცოტა დავამატოთ ისევ ზემოდან აი ეს ჩვენი ისენი რა ქვია. ოდნავ პატარა კამა, კამა მეთქი წერეთს უფრო სწორად. ესეც ჩვენი კარგი და ესე და ალუბლის ფოთლებიც გადავაწყოთ ზემოდან. ხო? არ დაგვაიწყეს და ნიორი კიდევ დავამატოთ. ნიორი ბევრი არ უქნათ, თორე შეიძლება მე ნიორმა წაიღოს თავის იმაზე, ესეც საკმარისია თავის გემოს მიცემს. ესე ლამაზად ალუბლის ფოთლები ზემოდან გადავაწყოთ. აი ეს კიდე ერთი ცალის დავუმატოთ, არაფერი არ იქნება. ალუბლის ფოთოლი დამიჯერეთ არ აფუჭებს, არ აქვს ისეთი ძაფრი და ის ძლიერი გემოები, ესეთი ნაზი გემო აქვს და ესე რომ არაფერს არ იმას იზამს. გაგიფუჭებთ. აი ეს არის ახლა და ეხლა ვემზადებით ჩვენ უკვე მარინადის მოსამზადებლად. მოვამზადოთ მარინადი, ჩავთოთ ქურა. აქ სადღაც აი ლიტრა ნახევარზე ცოტა თითქმის 2 ლიტრა წყალი დავასხათ. ცოტა თუ დაგვრჩა არა უშავს. დაკლებას ჯობია რომ დაგვრჩეს. აი ესე. და რა შევებით ახლა ჩვენ? 2 ლიტრა წყალზე უშვებით 3 სავსე სუფრისკოვს მარილს, აი ესე ჩავყაროთ. 1 სუფრისკოვზე შაქარი, მე ყავისფერ შაქარს ხმარობ ყველაფერზე რა, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ თუ თეთრი შაქარი ჩვეულებრივად იხმაროთ. და აქ არის შავი ციცაკის და სურნელოვანი ციცაკის ბურთულები. სურნელოვანი ციცაკის ბურთულა 4-5 წელზე მეტი არ იხმაროთ, იმიტომ რომ ძალიან ესა რა ქვია, მასაც აი არომატები და გადის და აი შეიძლება თავის გემოზე წაიყვანო. შავი ბურთულა ესე, ნუ რა ვიცი. 1 სუფრისკოვზე რა, არასავსე რა. ეს ჩავყაროთ და ეხლა ეს დავდგათ აქ. ეს უნდა წამოდუღდეს. ხო, არ რამის დამავიწყდა. აი ეხლა უნდა ჩავდოთ ამაში დაახლოებით 3-4 ცალი დაფნის ფოთოლი. დაფნაც ისეთი ის არის რა ქვია, მცენარე, მინდა გითხრათ რომ რომლის ბევრის მიცემას ჯობია ცოტა ნაკლები მოგივიდეს, მაინც გააკეთებს თავის საქმეს, ու ბევრმა არ წაიღოს რაღაც ძალიან ისე. და ესე 3 ცალი ესე ჩავდოთ. ან მაგალითად ეს პატარას დავუმატოთ და ნუ არაფერი არ იქნება რა. ნუ როგორც კი წამოდუღდება ეხლა ეს თავის გემოებსაც იმას იზამს, გაიტანს, გაუშვებს და მე პირდაპირ უკვე დავასხავთ მარინადს. აი ადუღდა ჩვენი მარინადი, ხედავთ. ეხლა გამორთოთ ესა. და რაღაცა ეხლა ამას დიდი დრო არ ჭირდება რა, დაახლოებით ვაცადოთ სულ მართლა 2-3 წუთი. ოდნავ რო შეგდება, სულ ოდნავ რა, ესე არ დუღდეს რა. აი ამოვიღოთ დაფნები. ჩაუშვათ. ესე. და ეხლა ხო ხედავთ, უნდა შევეცადოთ, რომ ცხელი დავასხათ. ცხელი აბსოლუტურად ამას შევეცადოთ ერთი რომ აი წამოვიდა. შემოკარგებო. აი მართალი კაციო, ხო გაიგიათ, მართალი. აი ესე ლამაზად გაგვევსო ჩვენ მარინადი. აი ეხლა გავიდე 1-5 წუთი კიდე და ნუ აი ცხელია, მაგრამ ნუ უკვე ისეთი აღარ რა. და აი ამ დროს უნდა დავასხათ ძმარი. ეხლა ეს 5 ლიტრიანია ეს ბანკა, ამიტომ ამას ჩვენ უზავთ დაახლოებით მინიმუმ 100 გრამს რა. მე ხმარობ ხოლმე ვაშლის ძმარს. ვაშლის ძმარს. შეგიძლიათ ვაშლის ძმარი თუ არა გაქვთ, ღვინის ძმარი ჩვეულებრივად. ესე იგი იხმაროთ და ნუ რა გითხრათ რა, ცხელში არ ჩაასხათ ძმარი. ცხელში და ადუღებულში არ ჩაასხათ. ესე ახლა დავასხავთ ამ ძმარს. სადღაც ესე. დავახურავთ ახლა ამას ჩვენ თავსახურს და ვაცდით დაახლოებით საათ ნახევარს, სანამ საერთოდ არ გაცივდება რა. და საათ ნახევრის შემდეგ როგორც კი გაცივდება, აი სულ რომ ცივი იქნება რომ მოკიდებთ ხელს, მე ვინახავთ უკვე მაცივარში და 24 საათის შემდეგ უკვე შეიძლება ჩახრამუნება და რა თქმა უნდა, აბი გლუკოზას მიყოლება. ასე რომ ვაცდით საათ ნახევარი 2 საათი და მე 24 საათი მაცივარში, საყინოში არა გვემოთ.
აი ჩემო ჯიგრებო, ნახეთ რა. რამჟავე გამოგვივიდა ერთი რა. ოქროსავით. და ყველა საინტერესო, აი ეს დაგვიჭდა 4 ლარი და ეს შიბზიკა მაღაზიაში ღირს 6 ლარი. 6 წარმოიდგინეთ 6. ასე რომ არ დაიზაროთ. სულ 20 წუთის საქმეა. მოიტანეთ კიტრი, შეაზავეთ, თან იქნება ნაღდი, გემოზეც აპს აღარ ვიტყვი და ეხლა რა უნდა ვქნათ? შევახრამუნოთ ერთი ცალი. შევახრამუნოთ. ჰოპ. ეს ისეთი რაღაცაა ჩემო კარგებო. აი, ნაბახუსებს მოგანტომებს რა. აი, თქვი ნეტა, ეხლა მე ნაბახუსებზე ვიყო რა. აი, ნახეთ. კაცანს რო აკეთებ, ნახეთ, ეხლა. ტოპ, კუპ. ჰა. Krasuna. Saponi კი არ არის, საპონი როა. აუ. ამას კიდე აბი გლუკოზას გარეშე არ შეიძლება. არ შეიძლება ეს აბი გლუკოზას გარეშე. აბა გაგიმარჯვოთ და სულ მაგრად, ჯამთელად და ბედნიერად მეყოლეთ რა. მითხარით, რა გავაკეთოთ რა. და როგორც ყოველთვის ხმალი თქვენ და ისერი აგერ ჩემი. აუ